ესე იგი სანდრო რომელსაც დიდი ყანწი ეჭირა და დივანიდან ადგომა არ უნდა და საღამოები და ტელევიზორის ყურება უყვარდა ის თუ მოკვდებოდა თორე გადაკეთება იმისი შეუძლებელი იყო რა და უნდა დაბადებულიყო ახალი სანდრო რომელსაც ფეხით სიარული უყვარს მწვანე ფერის საჭმელი ურჩევნია და რაღაცა რუგზაკით მოტოთი დადის წინ და უკან სიტყვაზე ხო ანუ იმის თქმა რომ აი არის ხო ისეთი ტრანსფორმაცია რომ დააკავშირებ რომ აი ამისგან ეს კიტრები და პომიდორები როდესაც დაუჭრელი ამისგან სალათი როგორ გაკეთდება ჩანს და ზოგან არ ჩანს ის როგორ გაკეთდება იმიტომ რომ საერთოდ სხვა რა AI როგორ გაკეთდება რაღაცისგან არაფერში არ ჩანს ხო ამიტომ ცოტათი ეს როკბოთომის იდეა და სიკვდილის და აღდგომის იდეა საშუალებას გაძლევს რომ გაუშვი რა დაანებე მოკვდეს ეგ ტიპი რა თავისი ჩვევები თავისი პატივისცემით დავასაფლავოთ ესე კომპანიებსაც სჭირდებათ ეგ ეხლა რამდენიმე კომპანიას ვემუშავები რომელიც არ ნებდება წარსულს და ვეუბნები რომ დამთავრდა კაცო ის ასე დამთავრდა თუ ისე და გინდოდა თუ არ გინდოდა დამთავრდა ეხლა შენ ან დაბადებ ახალ კომპანიას და ან აღარ იქნები რა აი ტრეინინგებში გვაქვს ზუსტად ეგეთი აჰა მომენტი რომ AI-ის გაჩენასთან ერთად ტრეინინგი აბსოლუტურად სხვა გახდება აი აბსოლუტურად ჯერ ინტერნეტის გაჩენასთან ერთად კომპიუტერის და დისტანციური ხო საერთოდ გადასხვაფერდა და ნახევარი ტრენერები გავიდნენ საერთოდ ბიზნესიდან იმიტომ რომ თქვენს რომ ქიხია ონლაინ ტრეინინგი და არ გვინდა და გავიდნენ და კი ბატონო როგორ დიჯიტალ მარკეტინგი არ არის და რაღაცა ისინი ჟღალი ბაასები ბევრი მოგისმენია ეგრე გავლენ ეხა AI-დან უკვე დაიწყო ხალხმა რომ AI-ის გაცემული პასუხი ეგ რა არის ეგ რანაირი პოდკასტია მესამე ადამიანი უნდა გვესჯდეს ჩვენ აქ ადამიანი არა ხმა AI და ისიც უნდა შენც გისვამდა შეკითხვებს მეს და საინტერესო იქნება იმედი მაქვს რომ გააკეთებ ეგეთ რამეს ხო და მოკლედ მაგ ეს იმის დასაფლავება თუ არის სწავლე და იმის დანებება ასე ვთქვათ ახალი ვერ იბადება და მე ის ძველი ეპოტინება ამ ახალს